ჩვენ კი ვეცდებით იფექისთვის საჭირო დასკვნა წამოვიღოთ კლინიკიდან. მისი სულიერი მდგომარეობა ამ ბოლო დროს ძალიან გაუარესდა. მუქარა სერიოზული დანაშაულია. შეგვიძლია სასჯელის შემსუბუქება მოვითხოვოთ მდგომარეობიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში კი მხოლოდ ჯარიმას გადაიხდის. შეიძლება შეიწყალონ. ყოველ შემთხვევაში შეგიძლიათ განაცხადოთ, რომ ეჭვმიტანილი შეშლილია. ჯონი ახალგაზრდა ქალბატონი იურისტია. დიახ, იურიდიულ განყოფილებაში იურისტად მუშაობს, სპეციალისტია. რა კარგი. ასეთი ახალგაზრდაა და უკვე პროფესია აქვს. ყოჩახშვილო. ჩემ შვილებს არ უსწავლიათ. ბაბუ აბდი რომ არა, ვერც მე ვისავლიდი. როცა ჩემი ოჯახი მიწის ძვრის დროს დაიღუპა, სიცოცხლის აზრი დავკარგე. ბატონი აბდი, ბაბუა შენია შვილო? არა, ჩემი სიძის მამაა. ის დამეხმარა იმ საშინელი დღეების დავიწყებაში. სიცოცხლის აზრი დამიბრუნა. ახლა ამის დრო არ არის ფილის. ხალხს ისედაც უამრავი პრობლემა აქვს. ჯიმშიტ, მამა შენი ცოცხალია? მე კი არაფერი ვიცოდი. ნუ თუ დალაპარაკების დრო, საერთოდ არ გაქვთ. შეიძლება არ იცოდეს შენი ქმრის მამა ცოცხალია თუ არა შვილო? ჩემი წასვლის დროა. ასია, ბაზარში უნდა წავიდე. რაღაცებს ვიყიდი და იქიდან სახლში წავალ. რამე თუ დაგჭირდება დამირეკე. ისხედით, ნუ შეწუხდებით. შეიძლება მეც წამოვიდე. თუ წინააღმდეგი არ ხარ, მეც მინდა რაღაცის ყიდვა. აქაურობას არ ვიცნებ. რა თქმა უნდა, წამოდი. მეც წამოვალ. აქ დიდხანს მაინც ვერ დავრჩები. სიძო, სასვლას ნუ ჩქარობ. დაჯექი დავილაპარაკოთ. მამა, ჯიმშიც ნუ შევაყოვნებთ, საქმე აქვს. ნუ ერევი. გამოჯანმრთელებას გისურვებთ. ნახვამდის შვილო. სიძე, მგონი აქ დიდხანს მოგიწევს დარჩენა. შეიძლება შენი მანქანი წავიდე. მეიღე. გმადლობ. აბა. მოკევე. სიძე, მამა შენზე რატომ არაფერი ვიცი? მამა ჩემი წარსული. წლების მანძილზე. წარსულზე ლაპარაკი კი არა. ფიქრიც კი ავიკრძალე. ასეთი საშინელი რა შეგემთხვა შვილო. მომისმინე. მე პოლიციელი ვარ. ყველაფერს უცებ მივხვდები. მოიცადე. მოსახლიდან გამოიქეცი. მამა. რა იყო? ჯიმშიტმა მიწის ძვრის დროს მთელი ოჯახი დაკარგა. ბადარა ვაჟიშვილიც. ამიტომაც ნუ არაფერს კითხა. სხვა დროს ილაპარაკეთ. ჯიმშიტ, მეჰმედმა გაიღვიძა. წადი ნახე რა შრება. შენი დანახვა გაუხარდება. მე კი საჭმელს მოუმზადებ და მოუდან. კარგი. შეხედე აფთიაქი იქ არის. მაღაზია კი მოპირდაპირე მხარეს. საციამო უნდა იყოს შენი გაცნობა. თუ გცალია ყავა დავლიოთ. თუ გეჩქარება. კარგი. აქვე კარგი კაფეა და იქ წავიდეთ. კარგი, წავიდეთ.
მოკლედ, რაკი იფექი შეიშალა სამედიცინო დასკვნის აღება გახდა საჭირო. ესეა საქმე. თავარია სერიოზულად არავინ დაშავებულა. ოსმან ბეიკლის ადგილას შეიძლება შეწყობილიყავი. Selam. გამარჯობა. როგორ ხართ? მოგზანდით. გამარჯობა. Merhaba. გთხოვთ, ნაცხადით. ახლა მოგაქცევთ ყურადღებას. რა მაგარია. ეს სიმპათიური გოგო ვინ არის? თქვენი ნაცნობია? ჯიმშიტის ცოლისდაა. ფილიზე. მოიცა, როგორ? ჯიმშიტის ცოლის და იფექი არ არის? ეს მისი გარდაცვლილი მეუღლის და თავს ძალა დაატანე, ძალიან შეზღუდულად აზროვნებ. მოგესალმებით, გოგონებო. გამარჯობა, როგორ ხარ? აბა, Beğendin mi mekanı? ჩვენი კაფე როგორ მოგწონს? კარგია, ძალიან მომწონს. აქაურობა ლამაზია და თანაც დიდი. ძალიან კარგი. Siz bakın keyfinize. ერთად. Benim çıkmam lazım. მე კი უნდა წავიდე, კარგი? ჯემ. Cem. ჯემ. რა? ბატონი ჯიმშიტის ნათესავს ყურადღება მიაქცია, თორემ გაგიბრაზდები, კარგი? ნახომდეს. Salih. სალიხა, Bizi tanıştır. შენს მეგობარს გამაცნობ. სიმართლე გითხრა, ჩვენც ცოტა ხნის წინ გავიცანით ერთმანეთი. ფილის ეს ჯემია. ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვისაც. ასია და ილიასი ერთმანეთს ასე ცუდად დაშორდნენ? საერთო შვილი ყავთ. ეს იოლი არ არის? Vallahi. ხოჩახ. ჯერ არ ჩამოსულ ხარ და უკვე ყველაფერი იცი. მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა, სალიხა. როგორ ხარ? კარგად. ძალიან თავაზიანი მიმტანები გყავთ. არა, ოფიციანტი არ არის. ომერია. სალიხას ქმარი. მიმტანით ყოველად გონია. რას ამბობ? ღმერთო, რა უცნაურია. ყველას ასეთი საიდუმლო ურთიერთობები გაქვთ? კერძოდ, ვერ მიგიხვდი, გარკვევი თქვი. არ ვიცი. ასია ჩემი სიძის ცოლია და ყოფილ ქმარზე ეჭვიანობს. მისმა დამ ყოფილ ქმარს ესროლა. შენ კი საკუთარ ქმარს უცხოსავით ესალმები. კიდევ გავაგრძელო? თუ ასეა ყველაფერს აგიხსნი. სინამდვილეში ილიას კარგი, საჭირო არ არის ჯემ. ძალიან გვშია რამე მოგვიტანე. Tabii. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. Ben bir mutfağa... ახლა შევუკვეთავ. სამზარეულოში შევალ. ასია. მე უნდა წავიდე. ჯიმშიტ შვილა. საღამოს გელოდები. ასია თქვენთვის ჩვენ საძინებელს მოამზადებს. ფილის კი ზაფერის საძინებელში დავაწვეთ. ყველაფერი გადაწყვეტილია. არ არის საჭირო მამა ბაჰათინ. ფილიზი დიდი ხნით დარჩენას არაპირებს. რესტორნის გახსნა უკვე შეგვიძლია. გზები გაწმინდეს. ხოლო ქალბატონი მარიამანიც უნდა დაბრუნდეს. კარგი რა გაეწყობა. მაშინ ასიაც სახლში წამოვიდეს. სულ ქმრის ცალ-ცალკე ცხოვრება არ ივარგებს. მამა, რას ამბობ? ამ მდგომარეობაში მარტო როგორ დაგდოვა? რას თავაზობ შვილო? ამ მდგომარეობაში თქვენთან წამოვიდე? ამ ხელა სახლი მარტო დავდოვო? საღამოს ჩვენ მოვალთ. და ძალიან კარგი. ოღონდ ვახშამზე არ დაიგვიანოთ. მიდე. Filiz neredesin? ფილის სათხარ, მანქანა მჭირდება. საჭმელი ახლა მოგვიტანეს.
ილიასის კაფეში ვართ. მოდი და წაიყვანე, შორს არ არის. კარგი. Ექთენი პალატაში შეგიყვანთ. ქალბატონო იფეკ, სანამ თქვენ მოეწყობით დედა თქვენს გავესაუბრები. გთხოვთ ქალბატონო იფეკ. მიდი შვილო, წადი საყვარელო. მეც მალე მოვალ. მიდი ძვირფასო. მიდი. დაბრძანდით, გთხოვთ. ალბათ თქვენ მოუვლით არა? დიახ. ზუსტი დროის დასახელება ძალიან მიჭირს. მაგრამ ჩემი აზრით მკურნალობა საკმაოდ დიდხანს გასტანს. თუ შეიძლება დაწვრილებით მიამბეთ ქალბატონი იფეკის ცხოვრების შესახებ. ჩემი ქალიშვილი 6 წელი იყო გათხოვილი. ყველა მათ ოჯახს შენატროდა. მერე კი ის წეული ქალი გამოჩნდა და ჩემი საცოდავი შვილი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. კიდევ კარგი იარაღი ხელიდან გააგდებინეს. თორემ არავინ უწყის რა მოხდებოდა. ქალბატონო ექიმო, ალბათ ამის ცოდნაც გამოგადგებათ. ამ ინციდენტამდე რამდენიმე ხნით ადრე ქმარი დანით დაჭრა. ბავშვობის მეგობრები ვართ. ძია სალიხის სახელოსნოში ხშირად გვიხდებოდა ყოფნა და მოტოციკლეტებისადმი ჩვენი სწრაფვა სწორედ იქიდან დაიწყო. ქემალი კი ჩვენი კერპი იყო. ქემალი ვინ არის? ილიასის ძმა. სამწუხაროდ გარდაიცვალა. გამარჯობა. გამარჯობა ძმაო. თებსა და დანაჩანგალს მოგიტანთ. არა, შეწუხდე, უნდა წავიდე. ფილის, ჩვენ ამ აღამასიას მშობლებთან ვრჩებით. მამულში მარტო ვერ იქნები. თუ გინდა სტამბოლში დაბრუნდე. გაგაცილებ. ძმაო ჯიმშით. ამ საღამოს წვეულებას მართავთ. ფილიზიც დაპატიჟებული გხოს. თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ იქნებით. ღამით სალიხასთან დარჩება. უზარმაზარი სახლი აქვს. ისედაც მარტოა. ხომ ასეა სალიხა? რა თქმა უნდა, დარჩეს. კარგი, თანახმოვარ. თუ ასეა, ჩანთას ავიღებ და საღამოს გესტუმრებით. დროებით. დროებით. გელოდებით. კარგად იყავით. ნახვამდის. ნახვამდის ძმაო. რა ხდება ჯემ? ახლად გაცნობილი ადამიანი რატომ უნდა დავიტოვოს სახლში? ჩემ გამო სალიხა, ჩემ გამო. რა ხდება? ადვოკატია, სტამბოლში ცხოვრობს, ასე რომ ტყუილად ოცნებობ. ჭკუას მოუხმე. მშვენიერ ჭკუაზე ვარ სალიხა. ყველაფერზე თანახმოვარ. ნაშეჭამ. შეუკვეთო რამე? ასია. შენ ძმასთან დარეკე. კითხე რას შვებიან? მამა, ცოტას მოითმინე და დავრეკავ. როგორ ფიქრობ? იფეკი მალე გამოჯამსალდება? რამის იმედი გააქვს? არ ვიცი, მამა. ეს წლების მანძილზე დაგროვილი ემოცია იყო. როგორღაც უნდა გადმოენთხია. ის არანორმალური რაოდენობის შენაძენები, მუდმივი მოუსვენრობა, უცნაური საქციელი. იქნებ ეს ყველაფერი საგანგაშო სიგნალი იყო. თუმცა თქვენ ამ ხნის მანძილზე ყველაფერზე თვალის დახუჭვა ამჯობინეთ. დედა გამუდმებით ამართლებდა, ფული აქვს და ხარჯავს, ასე მოსწონს რა პრობლემააო, გაიძახო და იქნებ თავის დროზე რომ წაგეყვანათ ექიმთან. ეს ყველაფერი არც მომხდარიყო. იქნებ.
რამდენი იქნებ გროვდება ადამიანის ცხოვრებაში. შენს ძალიან ბევრი იქნებ დაგიგროვდა, ხომ ასე? ყველაფერს თავისი დრო აქვს. შენს დედა ხარ. ამას არ გისურვებ, მაგრამ თვითონაც ნახავ. ასე მომიყურებ. ცნობისთვის შენი მეორე ქმარი, რომელზეც არჩევანი შეაჩერე. პირველზე უარესი ფსიქოპათია. თუმცა იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. მოგზანდი. გამარჯობა. ფილიზი სად არის? საღამოს მოტოკაფეში წვეულებას მართავენ, ღამით კი სალიხასთან დარჩება. ძალიან მთხოვეს და უარი ვეღარ უთხარე. მე ბახშამი საჭმელი მალე მზად იქნება. მემო, სად არის? მისაღებ ოთახშია, მამა ჩემთან ერთად. წვეულებას რასთან დაკავშირებით მართავთ? ისე, უბრალოდ. მსგავს საღამოებს ყოველთვიურად მართავთ ხოლმე. ასეთ დროს გაცილებით მეტი კლიენტი გსტუმრობს. ჯემ, ერთი წუთი მოდი თუ შეგიძლია. მოკლედ, მე წავალ ჩემს საქმეებს უკვე მოვჭე. რომარ ჯერ სად ხარ? ილიასიც კი არ მოსულა. და ასეთ დროს მარტო რა უნდა აკეთო? მომისმინე. ფილისთან დალაპარაკება მინდა. ქენი სიკეთე და ბარს მიხედე რა იქნება. ხო. კარგი. მადლობა. რა გითხრა? არაფერი. ცოტა უგუნებოდ არის. სასვლას აპირებს. გამარჯობა. გამარჯობა. რა კარგია რომ მოხვედი. მომერმა უკვე სახლში წასვლა გადაწყვიტა. ეს მე დავრჩები. თელინთან მივდივარ და გზად შემოვგირბინეთ. შენ პირველივად დღეს ქალაქის კლუბურ ცხოვრებაში ჩაები არა? ასიე და ჩემი სიძი ასიეს მშობლებთან რჩებიან. მამამის ხელი აქვს მოტეხილი. არ უნდათ მარტო დაეტოვებინათ. მე კი სალიხასთან დავრჩები. ძალიან სტუმართ მოყარე ქალაქი გქონიათ. მოიცადე ერთი წუთით. ჯიმში ასიეს სახლში ვრჩება. აბა სად უნდა დარჩეს? ჩემ გამოიცადაც ცალ-ცალკე მოუხდა დარჩენა. ასე რატომ დაიძაბე? მართლა გავგიჟდები. თქვენი არაფერი მესმის. შენ რა ცნობის მოყარე ყოფილ ხარ? ილიას მოიცადე. სისულელეს ნოჩაიდან. ასიე ისედაც გაღიზიანებულია. იმანიაკი ბაჰათინის ამბავი არ იცი. ხამით უსათუოდ ერთ ოთახში დააძინებს, მერე კი ფიქტიური ქორწინება ნამდვილი გახდება სალიჰა. ჰელინი ვინ არის? ჰელინი ილიასის ცოლია. თუ გინდა გიხსნი, თორემ სიტუაცია მართლაც ჩახლართულია. ზოგჯერ მეც თავგზა მერევა ხოლმე. ეშმაკი. სახლში შეიტანა თავი. მერე ასიეს ხელს ჩაკიდებს და არა. აჯობებს მაქანა მის სახლთან გავაჩერო. ასე აჯობებს. ჩემი აზრით თუ გაინტერესებს, აჯობებს მამა შენი შენთან წამოვიყვანო. რამდენი წელი სუდად იყავი. არაფრის თავი ჰქონდა. მამა და უსათუოდ გაგიგებს. გაპატიებს. დედის წყევლარძის გალევასთან ერთად მიდისო. მაგრამ როგორც ძველები იტყოდნენ, ამ ქვეყნად მამის წყევლაზე საშიში არაფერიაო. ის კაცი წლებია გელოდება შვილო.
შევედნი როთხის კარგად ხარ. აღარც მარტოობას უჩივი. სოლი ყავს, ჩვენ ყავართ. გამოიყვანე მამა შენი და დარჩენილი წლები ჩვენს გვერდით გაატარებინე. მოდით. სუფრა გაშლილია. ვახშამი მზად არის. წამოდი ვჯამოთ. მოიცა. ზაფერს არ დაველოდოთ. მამა, შენი აზრით ზაფერი ჩვენთან ვახშმობას მოისურვებს? მოდი. ილიას, აქ რა საკეთება? Oğlum dursana. ილიას, მოიცადე. ილიას. Cevap ver. არც კი მიპასუხა, წარმოგიდგენია. Bir tane ამ ქალაქში ერთი ჭკვიანი ადამიანიც აღარ დარჩა. meczup gibi. ერთი შეხედეთ რა დღეშია. ჯაშუშევიც სახლის წინ დამდგარა და თვალს აღარ აცილებს. გამარჯობა ძმა. შემოდი. გამარჯობა. საღამოშუდობისა. შემოდი რაღაც უცდი. არა. İyiyim böyle ben. ყველაფერი რეგზია. აქ ვიდიგები. ექიმებმა რა გითხრეს? Vallahi hemen ასე უცებ რა უნდა თქვენ. vermiş. Yani yatacak. ჯერჯერობით იყოფნა მოუწევს. Ben nasıl olsa hafta sonu. შაბათ-კვირას ისევ ჩავაგეთხო. O zaman iyice öğrenirim. მაშინ ყველაფერს დაწვრილებით მეტყვიან და მოგიყვებით. Şey. აი, Şu. საავადმყოფოს ნომერი. Ama hemen ara. ოღონდ ახლა ვენო დარეკავთ. Beklesin. ექიმა გამართლა რომ რამდენიმე დღე მოითმინეთო. კარგი. Zaten ilk დედა შეძლებს თუ არა დაბრუნდება. öyle yani. აი ასე. კარგი წავედი. Ben gittim. მოიცადე, სად მიდიხარ? სახლში რატომ არ შემოდის? კართან დამდგარა, თითქოს სტუმარი იყოს. ხედავს ამ მდგომარეობაში ვართ. ახლა გაბუტვის დროა. შემოვიდეს და სუფრასთან დაждდეს. დაჯექი რა დაგემართა? მამა, მე რას მეუბნები? აგერ არის ჩემი ძმა და მას უთხარი. Ben bu saat სუფრასთან თუ დავждდები მხოლოდ ჩემ ცოლთან ერთად. karımla აი ასე. Asiye. ასე. Merak edenlere söyle. ვისაც აინტერესებს, შეგიძლია სიტყვები გადასცე. მშობლების მიმართ ოდნავი პატევისცემაც აღარ დაგჭა. უთხარი რომ ხმას ნუუწევს. ძმა არ გინდა. ან შემოდი, ან წადი. სიტუაციას ნუ არ დაძაბა. კარგი წავალ. Ha şey. მომისმინე. შენი ილიასი წეგან სახლის უკან ბრძანდებოდა. მანქანა შეიჯდა და იქინა გეთვალთვალებდა გესმის. როგორც კი დამინახა, მანქანა დაქოქა და გაიქცა. გასაგებია. ნახონდეს. ნახვამდის. რა საშინელება? როგორც ჩანს უკვე გაიგო ყველანი აქ რომ ვართ. ალბათ ჭკუიდან გადადგა. Ya senin anlayacağın მე როგორც ხვდები, ასიესა და ილიასის ურთიერთობა ცოტა ბურუსით არის მოცული. ასე რომ ზედმეტად ნუ ჩაეძიები და ცხორს ნუ ჩაყოფ. მე რაფრით ვიჯერებ, რომ ჩემი სიძე ამ გაურკვეველ სიტუაციაშია გარეული. ბოლოს და ბოლოს ყველაზე მეტად ის დაზარალდება. მათ სიტუაციასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვი, მაგრამ შენმა სიძემ ასიემ მხოლოდ მის დასაცავად შეირთო ცოლად. რა უცნაური ქალი ეგ თქვენი ასიე? ჩემს სიძეს რატომ იყენებს? თანაც დღემდე ყოფილი ქმარი უყვარს. გუშინ ილიასი საჭმლის საყიდლად გამომყვა და ასიე ლამის ჭკუიდან გადადგა. მართლა? ხო და სადაც არ გეკითხებიან, ცხერს წყვილად ნუ ჩაყოფ. კარგი, შენზე რა სიტყვი? შენი ქმარი იქ არის, ზედაც არ უყურებ. ელოდები რომ აქეთ გეახლოს? თუ სასამართლოს უცდი. განქორწინებაზე განცხადება არ შემიტანია. ასეც ვიფიქრე. იცი ეჯობებს ჩვენს ბიჭებთან ერთად სასტუმროში გაგიშვა. ჯემი წამოყვება და დაგაბინავებს, კომფორტულად იგრძნობ თავს. შენ რა მაგდებ? ილიას, კარგია რომ მოხოდი. როგორც ვატყობ, აქ ყველას ხასიათს ვუფუჭებ. შეგიძლია ნორმალურ სასტუმროში დამაბინავ. კარგი წამოდი. მაშინ ჩანთას ავიღებ.
ფოტო კაფე გისმენთ? გამარჯობა, ასიე ვარ. შეგიძლია ჯემს დაუძახო. ჯემ, ასიე რეკავს. გისმენ. ჯემ, გამარჯობა. როგორ ხარ? წვეულება გაქვთ? მინდა ვინ ხართ? შორიდან ნუვლი. ილიასი თუ გაინტერესებს პირდაპირ მკითხე. ჯემ, რა სისულელეა, რას ამბობ? ჩემმა ძმამ ილიასი ჩვენი სახლის წინ დაინახა. მის გამო ნერვიულობ. ასე რომ ნორმალურად მელაპარაკე. სულ ყოველად ნერვიულობ. ბატონი ილიასი ფილისთან ერთად წავიდა. შეგიძლია შვიდად დაიძინო, არ შეგაწუხებს. მოიცადე, რას ნიშნავს ფილისთან ერთად წავიდა? ფილისთან ერთად საწავიდა. ის გოგო სალიხასთან აპირებდა დარჩენას. სალიხას დამალაპარაკე. მობილურზე დაგირეკეთ, მაგრამ არც ერთმა არ მიპასუხეთ. კარგი, ახლა დავუძახებ. სალიხა, ასიე რეკავს. ჭკუაზე არ არის დაელაპარაკე. ალო, ასიე. სალიხა, აბა შენთან უნდა დარჩენილიყო. საქმე ის არის, რომ ხო, ჩემთან უნდა დარჩენილიყო, მაგრამ სისულელეების ყბედობა რომ დაიწყო, გავბრაზდიდე სასტუმროში წასვლა შევთავაზე. მერე ილიასიც მოვიდა და სასტუმროში დასაბინავებლად წაიყვანა. ნუ ღელავ ყველაფერი რიგზე არის ნერვიულო. ასიე, მემოსაწოვარა სად არის, ვერ ვიპოვე. კარგი, სალიხა, მერე დავილაპარაკოთ. ჯიმშით, სასწრაფოდ ფილისის ნომერი მითხარი. სასტუმროში წასულა. ასე არ შეიძლება, უხერხულია. თავიდანები სადაც უნდა იქ დარჩეს. ეს რა წესია, ჯიმშით? უხერხულია. ნომერი მითხარი. Efendim enişte. გისმენ სიძავ. ფილის, ასიე ვარ. ასიე შენ ხარ? ფილის მომისმინე, ჩვენებმა მითხრეს, რომ სასტუმროში წასულხარ. ასე არ შეიძლება, გამორიცხულია. საწოლი უკვე გაგიშალეთ. გელოდები ჩვენთან მოდი. არა, მე და ილიასი კარგ სასტუმროში მოვედით. ნუ ხელავ. მიპატრონე და ქუჩაში არ დამტოვა. თანაც აქაურობა ძალიან მომწონს. ფილის, გეყოფა. ტაქსი გააჩერე და წამოდი. ხომ გითხარი, ოთახი უკვე მოგიმზადეთ. სასტუმროში რატომ უნდა დარჩე? როცა სახლი არსებობს. თუ გინდა ჯიმშითი მოვა და წამოგიყვანს. ოღონდ მითხარი სად მოვიდეს. არა, აქ ყოფნა მირჩევნია. ხალ დაგირეკავ. კოცნი. ასეთი სტუმართმოყვარე როდისაკეთ გახდე. სადაც უნდა იქ დარჩეს. საწოვარა სად არის, ბავშვი მელოდება. სადაცაა ჭამა უწევს, შენ კი ისევ საწოვარას დაეძებ. გამაგიჟებ. ქალაქს არს კი იცნობს. რომელ სასტუმროში დაბინავდა? თან ვინ უშოვა სასტუმრო? ღმერთო ჩემო. გამომართვი. გმადლობ. ჩემი და დედაჩემს დავუტოვე და წამოვედი. თუმცა ძალიან ნერვიულობ. იფექს არა ადამიანური სახე ჰქონდა. ნეტავ როდის მეგონს მოვა. არც კი ვიცი. ღმერთმა მალე გამოაჯამრთელოს შვილო. ამენ. დედაჩემის მესოდება. ორ დღეში ქალი მოსიარული გვამს დაემსგავს. არ მიგვირს. ნერვიულობს. ბუნებრივია. ადამიანს შიშიანად გურებს. საძაგელი აიჩა. ადამიანი ლამის მკვლელად აქცია. ნაძირალა. შენი და თუ არა ერთ მშვენი ერთ დღეს ამას თახირი ჩაიდენდა. ღმერთმა დაიფაროს. ლოტარეის ბილეთი შენს დასერგო. სისულელეს ნოამბობსიბელ. რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ. ეს უკვე მეტისმეტია. კარგი. რავის თავი არ მაქვს. ყველამ დამღალა. აჯობებს ჩვენ თავს მივხედოთ. არ მეთანხმებით? მართალი ხარ შვილო. რა თქმა უნდა. ნერვინ. ქორწილის საქმე ძალიან გაჭიანურდა. ხვალ დილასვე მუნიციპალიტეტში წავიდეს და ქორწინების დღე დავთქვათ, კარგი? კარგი. ძალიან კარგი. მაგარია სიძევ. ძილის წინ საუკეთესო ამბავი გავიგე. ახლა კი წავედი, დავიძინებ. სოლისდავ. შენთვისაც მოვიცლე. მე და ნერვინი დავქორწინდებით და მე შენი ჯერიც მოვა. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა. ზაფხულამდე გაგათხოვებთ. მალე ჩემ ქვესალთან ერთად ვიცეკვებ და ვიმხიარულებ. მოიცადე. ჯერ უფროსების ჯერია. დედა ჩემს გულისხმობ. ნამუსინდისო, სირცხვილის გრძნობა სულ დაკარგა. მომაწოდე შვილო. კარგი, წავალ დავიძინებ.
მორჩა ბავშვებო, ხამემშვიდობისა. ხამემშვიდობისა დედა, მომიშალა ნერვები. იცი რა, მგონი ცუდი აზრი არ არის. დედა შენი არაჩვეულებრივი ხალია. ზაფერ. კარგი. საქმის დეტალებს გავარკვევ და შეგატყობინებ. ეს აბსოლუტურად ინტერეს განქორწინების საქმე. სერიოზულად? ხო. მაგარი იქნებოდა. ჰელენის მეორემ სისხლი გამიშრო. სასწრაფოდ უნდა განქორწინდე. ასია ჩემს სიძეს რომ არ გასცილდეს? თავარია ჩემი განქორწინების საქმე მოგვარდეს. ხო, მაგრამ მე რატომ მეჩხუბები? არა, კი არ გეჩხუბები, უბრალოდ სიტუაციის ახსნას ვცდილობ. ან რატომ გგონია, რომ ასე არ გასცილდება? იმიტომ რომ ჩემს სიძეს ასია ძალიან უყვარს. ბავშვობიდან მახსოვს მისი სიყვარული ცავსემზერა. ჩემს დას რომ უყურებდა ხოლმე. ასიასაც სწორედ ასეთი თვალებით უყურებს. შენ კი როგორც ხედავ იმ გოგოს აღარენდობი. ეს ცხადზე ცხადია. მნიშვნელობა არ აქვს. შენ იმ საქმის დეტალები გაარკვია, რომ ქორწინება შეუძლო და დანარჩენს თვითონ მოვაგვარებ. კარგი ხამშვიდობისა. ხვალდავრეკავ და ყველაფერი შეგატყობინებ. ტელეფონის ნომერი მითხარი. კარგი, ხამემშვიდობისა. ზერს გამოგიშვებ და ჩემი ნომერის ჩაიწერე. მაგას ვაჩვენებ სიყვარულის სავსემზერას. თვალებს ამოუთხრე. ჯიმში თშვილო. ადექი, საწოლზე დაწექი. მაგძილი სად გაგონევა? მამა შენი. სამის დასალევა დადგა და დივანზე დაწოლილი დამინახა. ხო. ასია. რამდენიმე დღით მამა ჩემთან წავა. ეს აუცილებელია. ჩემ არ ყოფნაში ადვოკატთან მიდი და განქორწინების საქმე მოაგვარე. ჩემი თავიდან მოცილება გადაწყვეტე. თუმცა მამა შენთან რომ მიდიხარ ეს კარგია. იქნებ იქ დარჩე. და აქ აღარ დაბრუნდე. ასია. ვალდებული ვარ თავი კომფორტულად გაგზნობინო. ბავშვი მშვიდ გარემოში უნდა გაიზარდოს. შეხედე ამ სიტუაციას სადამდე მიგვიყვანა. ერთ საძინებელშიც კი აღმოჩნდით. უკვე კოშმარად გეკეცი. სულად იმისთვის არ შემერთი ხარ, რომ თავით ყვედ გეგრძნო. თავს ტყვეთ ნამდვილად არ ვგრძნობ. საკმაოდ მშვიდი ცხოვრება მაქვს.
გრძნობების დამალვას საერთოდ ვერ ახერხებ, ჯიმშით. გონია თუ ცოტას მოიცდი, შენი გავხდები? ვცდილობ თავი შეიკავო, მაგრამ არ გამოგდის. ახლა ჩემკენ გადმობრუნდები და მეტყვი, რა ძლიერ გიყვარვარ. გილოცავასია, არაფერიც არ იცი. ისიც კი ვერ გაარკვია, რომ მამა ყოლია. კიდე ვიტყვი, რომ ჯიმშიც ვიცნობო. რა ქათმის ტვინი გაქვს? ერთმანეთს გავეყრებით. მაგრამ არ შეგეშინდეს. ზრუნველობას არასდროს მოგაკლებ, კარგი? როცა უნდა დაგჭირდეს, შენს გვერდით ვიქნები. ამიერიდან მე და შენ კარგი მეგობრები ვიქნებით. ცოლად სხვას ირთავ? ვინმე გიყვარს? ძალიან მიყვარს. ვინ არის? არ გამაცნობ? ასიეთს დაგავიწყდა ჰელენა. ბოლო ერთი წელი მისი გამწარების გარდა არაფერი გაგიკეთებია. თავიც დაიღუპე და ჩვენც დაგუპე. გაგვანადგურე. ასიე მართლა არ გახსოვს? კარგი, დაივიწყე. ამაზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს. ყველაფერი დამთავრდა, წარსულს ჩაბარდა. დაძეკი, კარგი? კარგი. ხალბატონო ექთანო. ხალბატონი ჰელენი დაძინებას აპირებს. წამოდექი. ჩემი ჩუსტები სად არის? იქნება ფიქტიური ქორწინება დღეს ნამდვილი გახდეს. იქნება მაღალ მართლა მემშვიდობები. ვინ იცის ახლა რა სულელური აზრები გაწუხებს და რას ფიქრობ? არავინ.
ილამშვიდობისა სიძავ. ილამშვიდობისა. როგორ გეძინა? კარგად? კარგად. ძალიან კარგად მეძინა. თქვენ როგორ ხართ? ღამით ტკივილმა ხომ არ შეგაწუხათ. ძიმე ღამე მქონდა, მაგრამ ახლა კარგად ვარ. დაჯოქი შვილო, დაჯოქი. ასია. მაწუხელ შენი ქმარი აქ ვიპოვე. სადაც იჯდა იქ ჩასწინებია. კიდევ კარგი რომ წამის ასაღებად ჩამოვედი, თორემ გაიყინებოდა. ქმარზე რატომ არ ზრუნავ? ასე როგორ შეიძლება? როგორ იქცევი? ასია რა მოხდა შულო? რატომ არ მითხარი? რატომ არ დამირეკე? მეზობლებისგან შევიტყვე. ბატონო ბაჰათი, რა დაგემართათ? უბედური შემთხვევა იყო. ორ ადგილას მაქვს მოტეხილი. მინით აუწერელი ტკივილის სოდნი. მთელი ღამე არ მძინებია. თვალი არ მომიხუჭავს. რას ამბობთ? იფექი საავადმყოფოში დააწვინეთ არა? თუნებას დამრთავთ, მე წავალ. მოგესალმები მარიამან. სულამერია თავგზა. დაუპატიჟებლად შემოგეჯერით. არც მოგესალმეთ. მაპატიეთ, ძალიან გთხოვთ. არაფერი. ჯიმშით მოიცადე მე წამოვალ. მეჰმედს ბამპერსი დაუმთავრდა, უნდა ვიყიდო. მაგრამ საღამოსთვის ხილსა და ბოსტნეულსაც ვიყიდი. დაო, მეჰმედს ზემოთ ძინავს. რაცია აგდებს, ხმას რომ გაიგებ, მაშინ ვიადი. ყურადღებით იყავი, კარგი? კარგი. ჭამა დაამთავრე. ილოდები. არა, არ მინდა. ხომ იცი დილას არ ვჭამ ხოლმე. კარგი, წადით. წადით. მე მოკი აქ დატოვეთ. მე და ქალბატონი მარიამანი მივხედავთ. თან მანამდე ვისაუბრებთ კიდეც. მე მარიამანი ყავას მოადუღებს და დავლებთ. ასია შვილო, კარგ თევს თუ გადააწყდები საღამოსთვის წამოიღე. თევს? წადით, უღარ აყოვნებთ. იყიდეთ რაც გინდათ. ჯიმშით. ემახშამზე ფილიზიც მოიყვანე შვილო, კარგი? ფილიზი ვინ არის? ფილიზი ჩვენი სიძის სოლისტაა. წამოდი ჯიმშით. დაჯოქი. რომ მორჩები დამირეკე და წაგიყვან, კარგი? აქ რაღაც საქმე მაქვს მოსაგვარებელი. კარგი, მალე მორჩები. გამარჯობა. პარკი მომეცით თუ შეიძლება. თვითონაც ვერ ვიჯერებდი. ერთ და ორ სახლში კი არა. კვირის მანძილზე 4 ოჯახში იყო მისული. მოდიში, მაგრამ იმ სახლებში რა უნდოდა? როგორც მითხრეს, ახალგაზრდა სიმპათიური ბიჭიაო. ყველა სხვადასხვა სახელით ეცნობა, ალბათ თავის ვინაობას მალავს. და რას აკეთებს? ვინც გარს უღებს, ყველას ფულს ურიგებს. ოღონდ სულ ზეპირად იცის, ვის რა პრობლემა აქვს, ავადმყოფ უმწეო და ღარიბ ადამიანებთან მიდის. ცხოვრებაში აღარაფრის იმედი და რწმენა რომ აღარ აქვთ, ისეთ ხალხს ეხმარება. დაუჯერებელია. გუშინ მეორე სიახლით შევიტყვე. ბაზრობაზე მოტოკაფე რომ არის იცი, თურმე ვისაც უჭერს მოწყალების სათხოვნელად ყველა იმ კაფეში გარბის. ამბობენ იქ კეთილ საქმეებს სწორედ იმ კაფეს მეპატრონი აკეთებსო. თუმცა სელმას შვილი მოტოციკლისტია და თქვა ტყუილიაო. თუმცა ვინ იცის? ძმა უფლება მოგვეციეს განცხადება გავაკრათ და წავალთ. შენ გააკარი. მომეცი. მამას თუ გავაკრავ წახვალთ? უკვე ნახევარი საათია თავს მობეზრებთ. კარგი, წავედით მეგობარო. ხმერთა ჩემო. რა უნდოდათ? არც მე ვიცი ძმაო. მაგრამ მუდანიაში ყველა შეიშალა. თავიანთი პრობლემებით აქ მოდიან. ჯერში მივდივარ ნახშირის ყიდვა მინდა სამსახურიდან გამიშვეს და ასე შემდეგ. ალბათ გადაწყვეტეს რომ სოცდაცვის სამინისტროა. კარგი, მაგრამ რა უნდათ? ძმაო, ერთი ჯარში მიდის, მეორეს დედა პარალიზებულია. დახმარებას ითხოვენ. გადაწყვეტეს რომ აქ განცხადება გამოაკრან. არ მესმის აში სჭირდებათ. ასაჭიროა. ასეთი რამ ვინ უთხრა? ბოლოს და ბოლოს ყველაფერს საზღვარი აქვს. შეხედე, საწოდავად გამოიყურებიან. იცი რა? ფული მაინც მიეცი. ასე თქვი.
Hadi 3-5 kuruş verseydin ya. ასე ფიქრობ? რა თქმა უნდა, ხედავ რა აცვიათ. მართალი ხარ. Yani bizim კეთილი საქმე გავაკეთოთ. sadakası. ნამდვილად. Dur ben მოიცა, ახლა მოვაგვარებ. ბიჭებო. ისმენს მამა. მოდით აქ. აი, გამომართე. Sen de al. ეს შენ. ძმაო, ღმერთმა დაგლოცოს. კარგი ძმაო, კარგი. მადლობ ძმაო. Hadi haydi. ჯარში წარმატებას გისურვებ. ფული ჭკვიანურად ახარჯეთ. ნახვამდის. კარგი ძმაო. დაინახე. დანარჩენებსაც უთხრათ და მოვლენ. ხოლო ბიჭებს კი არა, ბებია შენსაც უთხრათ. ყველას მოუყვება. რა თქმა უნდა, ვეტყვით. წავედით. İşte böyle. აი ასე. Kafanı şişir. ძალიან დაგხალი არა. Ama ben de მაგრამ ზავა მეც გამომელია მარიამან. Az şey იმდენი რამ გადაიტანენ, ბატონო ბახათინ. Allah şifa იმედია ძალიან მალე გამოჯანმრთელდება. Demek kocasının ესე იგი ქმარი ვერ დაივიწყა. çok sevdi o hayır. შეუყვარდა ის საცოდავი ოსმანი. bizim kızlar ჩემს გოგონებს თუ შეუყვარდათ, მორჩა. hiçbir ზღვარი არიციან. Ne kötülük bu. ამაში ცუდი რა არის, ბატონო ბახათინ? Kabahat. რამათი ბრალია. Allah kimsenin ცუდ ადამიანთან ცხოვრებას არაფის ვუსურვებ. ცხოვრებაში ვერასდროს დავიჯერებდი, რომ მე და შენ ასე დავსხდებოდით და დავილაპარაკებდით. rüyamda görsem წლებია ვცდილობ გითხრა, როგორ ვიტანჯები და ვნანობ ჩემს აქციალს. oğlumla ეს ყველაფერი შენი შვილის გამო. pişmanlığımı anlatmak. მაგრამ ვერ გადავწყვეტე ამისთვის ასიტყვების შევარჩიო. Ama nasıl თავაზიანად როგორ გითხრა. nasıl söylenir? Yani o მაგრამ cümleler ვიდრე ასე ვიტანჯებოდი, ბედის წერამ ჩემი შვილებით გადამიხადა სამაგიერო. içinden çıkamadım. ხედავ, Öyle ızdırap საფერმა თავისი ცხოვრებიდან ამომშალა. იფექი ჭკუიდან შეიშალა და კინაღა მკვლელი გახდა. საავადმყოფოში მოხვდა. Zafer ჯანკაც აზრადაც არ მოსდის მკითხოს როგორ ვარ. თავად თუ არ დაურეკავ. katilliğin kıyısında ასეთია ჩემი ცხოვრება. hastanede. Cankat. რა ვქნა, რა გავაკეთო? Aramazsam, baba ასია კი, diye sormak aklına. ასია ყოველთვის გამერბოდა. Asiye. რაც თავი მახსოვს. სულ ასე იყო. Bildiği günden beri. ო, შეიძლება ითქვას, Meryem რომ შესავით მეც უშვილო აღმოჩნდი. çocuksuzum. Biz zırnık ders. ჭკუა მაინც ვერ ისავლე. Böyle ამას როგორ მეუბნები? laflar ettiğini. იცი რას ნიშნავს შვილის დამარხვა? Sen evladını სიცოცხლის დავთმობდი, შენს ადგილას რომ აღმოჩენილიყავი. şu dakika ნედავ ცოცხალი ყოფილიყო. için ömrümü verirdim. თუნდაც შეშლილი ან ჯიუდი. ეცხოვრა. როგორც უნდა. Varsın deli olaydı. არ დაერეკა, არ მოვეკითხე. Beni dinlemeye. ნედავ შენს ადგილას ვიყო. İstediğini seveydi. 4 შვილი ყავს. Lafımı çiğneydi. ჯანმრთელები, დაუნებლები. Keşke seni. ჩემი შვილი სად არის? 4 tane ev. სად არის ჩემი შვილი? 4'ü de sabah. აღარ მყავს. Ya ben. შენ კი აქ წუწუნებ. Nerede? Çok söyledim be. იმდენი ველაპარაკე მარიამან. Yani ერთი საათი ვთხოვდი, შვილო, დამნებდი. oğlum დამნებდი. teslim ol dedim. Teslim ol. Teslim ol. დამნებდი. Ateş et. მაგრამ ისროლა. Kahretsin. ისროლა. Mecburdum. ჭიანდაბა. მგონი მე მომგაიღვიძა. შევამოწმებ. შენი ნებართვით წავალთ. Şans dileğine. წარმატება გვისურვეთ. İlahi o. აი ეს მესმის შვილო. ასე მგონია დავალებაზე მიდიხართ. მუნიციპალიტეტში უნდა მიხვიდეთ, რომ ქორწილის დღე დანიშნოთ. ამაზე მნიშვნელოვანი დავალება არსებობს, დედა. კომისარი საუკეთესო დავალების შესასრულებლად მიდის. წარმატებას გისურვებ, სიძე. კარგად დაფიქრდი. იქნებ ჯავშან ჟილეტი ჩაიცვა. ღმერთო ჩემო.
ნერვინ, პირადობის მოწვევა მაგაქვს. შეამოწმე ხომ არ გრჩება. ზაფერ, უკვე მე რამდენით მეკითხები. დღეს ქორწილის დღე უნდა დავნიშნოთ. გთხოვ დაწყნარდი. დამამშვიდებელი ხომ არ დავალევინო? კარგი, წავედით. წადით. ჩემო ძვირფასო. ნახვამდის. აბა, კარგად. კარგი ქორწილი გადავუხადოთ. ისეთი ჩემს ძმას რომ მქონდა არა დედა? ო, იმ ქორწილმა კარგი რა მოგვიტანა. თან ფული არ გვაქვს, შვილო. ჰელინმა 100,000 ლირა მოგცა. სანამ მეხსიერებას დაკარგავდა. ხო, იმ ფულის დახარჯვა არ მინდა. არ მომესმა. ჰელინმა 100,000 ლირა მოგცათ. 100,000 lira mı verdi? შვილო, ნერმინისთვის მოგცა. ქორწილი რომ გადავუხადოთ. თან ჰელინი ჩემი რძალია. რატომ ერევი? რატომ ვერევი? დედა, ეს ფული თავის მოსაწონად მოგცათ. როცა მახეს მიგებდა, არ გწყვენიათ? თან რატომ არ ვიცოდი? რა თქმა უნდა. სიბელ, შენს იგივე საკეთებ არა? მე? დედა, გაჩუმდი. არაფერი თქვა. საბანკო წიგნა კი მომეცი. ომერმაც კი ამდენი რამის შემდეგ მაღაზიის ფული ამოიღო და მომცა. შვილო, რა მოხდება ფულს თუ დაუბრუნე? რამეში გამოადგება? მაინც მეხსიერება დაკარგა. რა აზრი აქვს მისცემ თუ არა? დედა, ამ ფულს ჰელინს არ მივცემ. მაგრამ არც თქვენ გეკნებათ. ამ ფულს ის მიიღებს ვისაც სჭირდება. მართალი ხარ. ჩვენც გვჭირდება. შენ რა, შეიშალე? სიბელ, გადეკი და საბანკო წიგნა კი აიღე. ფულს გამოიტან და მომცემ. ილიას. ოჩახ შვილო, ოჩახ. დისთვის ქორწილიც კი დაგენანა. იმდენი ხანი იტანჯა. დედა, და საუკეთესო ქორწილს გადაუხდი. არი ნერვიულა. სიბელ, დრო ნუ გაგყავს, ამოდი. მშვიდობისა. ზაფერ, როგორ ხარ? ქორწილის დღე დანიშნეთ? დავნიშნეთ, ორ კვირაში დავქორწინდებით. კარგი ძმაო, გილოსავ. გმადლობ. რა იყო? არ ვიცი. დღე დავნიშნეთ, მაგრამ მობოლივით მომიწევს მაგიდას ნაჯდომა. კომისარი ნიჰათი მაინც მოვიდეს. Nihat komiserim falan gelseydi. O kadar da değil. მას ისე ცუდად არის საქმე. კომისარ შვილივით უყვარ ხარ. იცი რა უნდა ქნა? კომისარი ქორწილში უნდა დაბადეჟო. მეჯვარეობად შესთავაზე. ნახავ, მაშინვე აზრ შეიცვლის. ნახავ, თავს უდებ. არ ვიცი. წამოდი. შემოდით. კომისარო, ზაფერს თქვენთან სათხოვარი აქვს. სათხოვარი. კომისარო, მე და ნერმინმა ქორწილის თარიღი დავნიშნეთ. შეგიძლიათ ჩემი მეჯვარე იყოთ. კოსმოდი, თელბურსაში შესაფერის იგოგო ვერ იპოვე. თამთხოვ რომ მეჯვარე ვიყო. გადი აქედან. ყველაფერი შენი ბრალია. საფერ მეგობარო, შენი მეგობარი არ ვარ. ამ ვარიანტს თუ განვიხილავთ, განქორწინების იმედი არის. მოწმეები გყავს? დაადასტურებენ, რომ მახე დაგიგო. ეს ყველაზე იულია. ჰელინის მეგობარი სუნა. ომარ. მოდიახ. შეგიძლია სასამართლოში ჩვენება მისცე, რომ ჰელინმა მახე დამიგო და თავი მოიკატუნა, ვითომ ავადიყო. რა თქმა უნდა. გინდა რომ საქვეყნოდ გავთქვა სახელი. არ მეყურას შემარცხვნით. გინდა რომ სახეში მაფორთხონ?
კარგი. თანახმოვარ. კარგი. მადლობა. ნახოთ. ამ ქალაქში დიდი ავტორიტეტი გაქვს. მომისმინე, მაფიის შეფი ხომ არ ხარ? კაფე თვალის სასახმევად გაქვს არა? რა თქმა უნდა. თურქეთის ჩემპიონიც იმიტომ გახდა, რომ ჩუმად ასეთი საქმეები ემართა. ეშმაკიც ყოფილ ხარ. შესანიშნავი მომავალი გაქვს. მხოლოდ ჩემს ძმასთან ერთად საქმის წამოწყება გადარჩა. ასია. რა მოხდა? ბაზარში იყავი? რა თქმა უნდა, სახლში ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ბავშვი, მამა, შენი ქმარი. როგორც ძალიან გიჭირს. იღლები. დაჯექი დაისვენე. ყავას დალევ. არა, არ მინდა. ფულს თქვენ არ იგებთ? ქალაქში ასე ამბობენ. არა, რა ფული? დღეს ორ გაჭირვებულს ფული მივეცით. ჯერში მიდიან. იქნებ ამიტომ თქვა. არ ვიცი. რა თქმა უნდა, ამიტომ. მივხვდი, რასაც აკეთებ. დედამაც თქვა. გაიგო, რომ იმ მოხუც მომვლელი დაუქირავეს. ამბობდა, რომ ვიღაც კეთილ საქმეებს აკეთებს, მაგრამ არ იცის ვინ არის. ჰელინის მოცემული ფული, ამიტომ წაგვართვი? შენ ჰელინის ფულს აქეთ-იქით არ იგებ? არა, აქეთ-იქით არ ვარიგებ. ჰელინის ფული არ არის. ის ფულია, რომელიც ჰელინმა ჩემი ოჯახის წევრებს მისცა. ჩემთვის მახე რომ დაეგო. მე შესაძლებს დაგვარად ვცდილობ ფული იმას მივცე, ვისაც სჭირდება. ასეა. ფონდის მსგავსია. იმ ფულს ვიღებ, რომელიც ჰელინმა ჩემს ქალბატონს აჩუქა, რათა ჩემთვის მახე დაეგო და ხალხს ურიგებ. ნახევარი აღარ მაქვს. ასეა. სულ ეს არის. ძმაო, არ მეგონა ასეთ მოიქცეოდი. თქვენს უფროს დაუძახეთ. შეიძლება და ველაპარაკოთ. უფროს დაუძახეთ. მოიცადეთ. რა ხდება? მოიცადეთ, ერთი წუთით გაიწიეთ. რა ხდება? ძმაო, იცი რა ხდება? ჩემი შვილი ავად არის. სახლის ფულს ვერ ვიხდი. ვის შეიძლება დაველაპარაკოთ. კარგი, მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია? მე კი სახლის სახურავი ჩამომეგრა. ღია ცისქვეშ ვცხოვრობთ. ფული ჩვენს გვინდა. მეგობრებო, მომისმინეთ, არ ვიცი ვინ გითხათ, მაგრამ ფულით არავის ახმარებით. ტყუილია ჩემს იძეს ფული აჩუქეს. არა, ასე არ არის, ასე არ არის. არა, აქ არავის ახმარებია. ასე არ არის. დაიშალეთ. სახლში დაბრუნდით. ასე არ არის, დაიშალეთ. ფილის, აქ რას აკეთებ? ილიას განქორწინებაში ვეხმარები. დაიდაკიდეთ, მორჩა. გასაღებით. ქალბატონმა ჰელინმაც დავით დაიღუპა, როცა მას ეხმარებოდა. არა ილიას. ხომ ასეა? მივდივართ, მაქვს სრული ქაოსია. ჯემს, რაფად ჯაკეტე. წამოდი, უკან კარიდან გავიდეთ. მორჩა, წამოდი ფილის. არა, აქაც კარგად ვარ, გმადლობ. ფილის რამე რომ დაგემართოს ჯიმში თი ძალიან გაბრაზდება. ნატალია ძალიან კაცრი ქმარი ხავს. კარგი, როგორც შევთანხმდით, დაგირეკავ, კარგი? დაგირეკავ. კარგი, მერე დაურეკავ. წავედით. ნახვამდის. ალო, 155. ბატონო პოლიციელო, შეგიძლიათ ვინმე გამოუშვათ მოტოკაფეში. არეულობაა. ქალბატონი ჰელინის ამბების შემდეგ ასია აღარ გშორდება. ასე გგონია? დღემდე უყვარ ხარ, ძმაო. წამოდი, გავიქცეთ. ილიას. რამდენი დაარიგე? 300,000 აღარ მაქვს. მართლა? მაგრამ კიდევ მაქვს. რაღაცას გვეკმაო. 4 კანდიდატია. ვინმე სამოვარშევ. მოკლედ, მოგიყვებით და თქვენი აზრი მითხარით. ხმერთო ჩემო. გთხოვთ, დაგვეხმარეთ. დავშვიდით. ჯიმშით, თავისუფალი ვარ. მოედანზე გელოდები. კარგი დროებით. მორჩა, აქედან სასტუმროში წავალ. არა. სახლში წამოხვალ. ჩემ საქმეში ნუ ერევი. დედასავით მეკცევი. ნამდვილი დედინაცვალი ხარ. მომისმინე, არ ვიცი რის მიღწევას ცდილობ, მაგრამ გირჩევ ჩემთან ახლოს იყო. რა? რამე სასაცილო ვთქვი? პირველი დღიდანვე არ მოგეწონე. ჩემი სიძე შენზე სერიოზულად ფიქრობს. უცნაურად იქცევი. უცნაურად? უცნაურს რას ხედავ? ამიხსენი რას ვაკეთებ უცნაურს? ცდილობ ილიასისგან შორს ვიყო.
მომისმინე. ფილის. ჯიმშიტის ერთადერთი ნათესავი შენ ხარ. და მამამისი. 2-3 დღეში დაბრუნდები. ამიტომ დაფიქრდი, სანამ რამე სიტყვე. ვერ ხვდები რას ამბობ. ახლა რთული პერიოდი მაქვს. ამიტომ ჯობს ვიმეგობროთ, კარგი? მამა ჩემმა ხელი მოიდეხა. ჩემი და საავადმყოფოშია. დედა ჩემი მასთან წავიდა. შენ მაინც ნუ დამხლი. მინდა რომ ჩემს თვალწინ იყო. პირველად ვარ შეყვარებული. რა? ილიასი შეგიყვარდა? თქვენ ხომ დაშორდით არა? უცნაური ურთიერთობა გაქვს სიძესთან, მაგრამ ერთმანეთს ეკუთვნით. ილიას კი სხვა ცოლი ხავს. ხომ ასეა? ძალიან კარგი. ილიას სხვა ცოლი ხავს. იცი რომ ცოლი ხავს და რა გინდა? რატომ ეჩხუბები? იმიტომ რომ შენი შვილის მამაა? ნუ ნერვიულობ, შვილს არ დავაშორებ. თან მემოს მოვეწონე. უბრალოდ იქ სულ მარტო ვარ. იქნებ აქ ბედნიერება ვიპოვა. მსგავსი რამ არასდროს მიგრძნია. შენ რა შეიშალე? რამდენიმე დღეა რაც გაიცანი. ცოტა ადრე ხომ არ იცვამ საქორწინო კაბას? ხო, შევიშალე. გუშინ საღამოს 2 საათი ვილაპარაკეთ. მგონი მასაც მოვწონვარ. ჩვენს წმინდანზე ხო ვილაპარაკეთ? ხო. როგორც იქნა გაიგეს ვინ არის? მართლა? და ვინ არის? ვინ უნდა იყოს? ილიასი და მისი მეგობრები. მოტოკაფესთან გამოვიარე, უამრავი ხალხი იყო. მივედი რომ ენახა. პოლიცია ბრბელს შლიდა, ხელკეტიც კი გამოიყენეს. რა მოხდა ძმაო? ყველამ გაიგო რომ ხალხს ილიასი ეხმარება. მერე? კაფესთან მხოლოდ გაჭირვებულები არ მისულან, ღარიბები და დამნაშავეები ერთად იდგნენ. პოლიცია რომ არა კაფეს დაანგრევდნენ. ამდენი ხანი წმინდანი ჩვენთან იყო და არ ვიცოდით. აი ეს მესმის. ძმა ილიასი, ხოჭახ. ფელინი რამდენიმე წელი თუ ასე იქნება, შეიძლება ილიასმა სტამბოლსა და მუდიანეს შორის ხიდი ააგოს. შუქი ჩააქრე და წავედით. კარგი ძმაო, ახლა მოვა. მემო, კოტლეტ შეჯამ? შეჯამს. ნელა ასე საჭმელს ეჩვევა. ბევრია, ამდენს ნუ აჭმა. საკმარისია? საკმარისია. აბა მიდი შეჯამე. მოსონს. რა თქმა უნდა მოსონს. უფრო მეტ ყურადღებას თუ მიაქცევ, ნიახურსაც შეჯამს. მამა მისგავს. ხმერთ მაგნას შენს დედა გახდე შვილო. იმედია ბიძია. ბავშვთან ურთიერთობა შეგიძლია.